გამარჯობა, მოგესალმებით. ჩემი სახელია ლევან ცხადაძე, კლარნეტისტი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, არტარიას. და ეს სულ 2 დღის წინ მითხრეს და ძალიან ავღელდი, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ვერ მოვასწრებდი ვერაფერს, ამიტომ გადავწყვიტე ჩემ ერთ-ერთ სტატიაზე, რომელიც ადრე ტაბულაში დაიბეჭდა, იმის გარშემო ვილაპარაკოთ, ვიკამათოთ, თუგნებავთ და მეტნაკლებად შევეცდები მოვყვე რა არის პუბლიკა და რა არის კრიტიკა. კლასიკურ მუსიკას შევეხები, რადგანაც ის ჩემი პროფესიაა. და როგორ შეიძლება მისი შეფასება, რა არის კარგი, რა არის ცუდი და საერთოდ შეიძლება თუ არა ამის შეფასება და რამდენად შეიძლება შეფასება იყოს ობიექტური, როდესაც ხელოვნებას ვაფასებთ საერთოდ. თუ ყველა ვარიანტში მაინც სუბიექტური გამოდის. საბოლოო პასუხი, რა თქმა უნდა, ამაზე არ არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაც მეტნაკლებად კრიტერიუმები, რითითაც რაღაც მაინც ფასდება. შეფასების კრიტერიუმები. აი მაგალითად, რა არის ადამიანი? ერნესტ კასიერის წიგნია. ასეთი და თვითონ კასიერი წერს. მშვენიერებას ვერ ვეზიარებით მხატვრულ ქმნილებათა პასიური აღქმით. არამედ ჩვენი გონის აქტიური თანამონაწილეობით, რომელიც უფლება მოსილია შეისმინოს ან არ შეისმინოს მშვენიერების მოთხოვნა. ანუ თუ რაღაცას ვუყურებთ, თუ რაღაცას ვუსმენთ, თუ რაღაცა გვინდა რომ ვისიამოვნოთ მითი, მაშინ უბრალოდ პასიური აღქმის გზით, ანუ პასიური აღქმა რა არის ამ შემთხვევაში? არის შევხედე, მომეწონა, მოусვია, მომეწონა, არ მომეწონა. აი ეს არის მეტნაკლებად პასიური აღქმა და სადაც გონი ერთვება, სადაც ტვინი ერთვება უკეს და სადაც ტვინი წყვეტს საბოლოო ჯამში მაინც მოგეწონოს თუ არ მოგეწონოს, ანუ გაანალიზებაა საჭირო ამ ყველაფრის, დაფიქრებაა საჭირო და შემდგომ ცოდნაა საჭირო მოგვეწონოს თუ არ მოგვეწონოს. აი ამაშია ამ მთელი პატარა აბზაცის აზრი. ანუ საბოლოო ჯამში მაინც მეტნაკლებად როგორც კასიერი წერს და არ არის აუცილებელი რომ კასიერს დავეთანხმოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ტვინი წყვეტს მეტნაკლებად შეისმინოს თუ არ შეისმინოს ის სილამაზე, რომელსაც ხედავ ან ვისმენთ. ესე იგი, თუ ხელოვნება ხალხისთვის იქნება, მაგალითად პოეზია მკითხველისთვის, მხატვრობა დამთვალიერებლისთვის მუზეუმში იქნება თუ სადაც იქნება, მუსიკა მსმენელისთვის. ხო? და ასე შემდეგ. მაშინ მისი შემფასებელიც მისივე აუდიტორიაა. ანუ რისთვის იქნება, თუ არ მოისმინე ან არ ნახე, ესე ჩემო თახში შევქნი წიგნებსაც დავწერე, მუსიკასაც და თუ არავინ არ მოისმინა, ფაქტიურად არ არსებობს, ხო? ანუ იმ მომენტში, როდესაც ის მიეწოდება მსმენელს ან ნახველს, მაშინ იმ მომენტიდან ის უკვე არსებობს. შესაბამისად, როგორც წესი, სცენა და პუბლიკა ერთმანეთის სარკეა. რა ხარისხის, მაგალითად, მუსიკაც სრულდება სცენაზე, იმ ხარისხის პუბლიკა არის იქ. ანუ რას ნიშნავს ეს? რა თქმა უნდა, შეიძლება უცბად კარგი კონცერტი იყოს და ცუდი პუბლიკა იყოს და პირიქითაც ცუდი კონცერტი დაიგოს, მაგრამ საერთო ჯამში, საერთოდ საბოლოო სურათს რო შეხედავ, მაგალითად, თუ ორკესტრი ცუდად უკრავს, აი, გამოვიდა ორკესტრი, უკრავს ცუდად, რაც ხშირად ხდება ხოლმე. და მისი შესრულების ხარისხით პუბლიკა კმაყოფილია. ნუ აწყდება ბრავო, დაიგრევა დარბაზი. ესე იგი, პუბლიკაც ვერ დაიკვეხნის შეფასების მაღალი კულტურით, ხო? ეს ლოგიკურია. ან კიდევ, როგორ იქნება პუბლიკა მაღალ დონეზე განვითარებული, თუ ის ამავდროულად ცუდი შესრულებით კმაყოფილია. და სულ ცუდ შესრულებას უსმენს. ანუ ორკესტრი სულ ყოველ გამოსვლაზე უკრავს ცუდად, პუბლიკაც შეჩვეულია ამას და როგორ შეიძლება ჩვენ პუბლიკას მოვთხოვოთ, რომ კარგად განსაჯოს რამე. ხო, ეს არის სარკისებური ეფექტი. და
ეხლა უკუღმა რა ხდება რომ თუ ასეთი პუბლიკა რა თქმა უნდა აზარმაცებს თვითონ ხელოვანს უკვე იმიტომ იმ ხელოვანო იცის რომ გამოვა მაინც მოეწონება პუბლიკას და იმას აღარ უჩდება იმის სურვილი რომ გააუმჯობესოს და ეს რაღაც უკეთესი ბჭყალებში რა თქმა უნდა შექმნას შესაბამისად ამ უკეთესის ამ მცოდნე საზოგადოების მოტყუებაც ესე ბჭყალებში და მათთან უხარისხო შესრულების გასაღებაც არ წარმოადგენს სირთულეს ეს არის ანუ ისე მინდა აუხსნა რომ იყოს ლოგიკური წინადადებების წყობა ანუ თუ ის ცუდია და ესეც ცუდია შესაბამისად კარგს ვერ მივიღეთ ან ერთი თუ კარგია და მეორე თუ ცუდია რა შეიძლება მოყვეს ამას ყოველ. ახლა როგორც წესი მათი შეფასები აი ამ პუბლიკის შეფასების როგორ აფასებს ეს არის მოგონებებზე სენტიმენტებზე ეფუძნება აი მაგალითად აი 56 წელს იყო კლივლენდის ორკესტრი ჩამოს იცით როგორ დაუკრეს აი გადასარევად და ახსოვთ 50 წლის წინანდელი რაღაც კონცერტი და ის არის საზომი მეტრი აი იმათმა რომ დაუკრეს ისე მე ისეთი რაღაც აღარ მომისმენია შეიძლება მართლა ეგრეა მაგრამ შეიძლება არ არის ეგრე და რატომ არ არის ეგრე იმიტომ რომ გამუდმებით ყველაფრის წარსულთან შედარება არის ახლის არ მიღების მეტნაკლებად და მისი ვერ შეფასების ნიშანი შესაბამისად არსებობს რიგი ბჭყალებში ნიჭიერი ხელოვანებისა მორგებული ასეთ პუბლიკაზე რომელთვისაც ამ სენტიმენტებით თამაში უფრო ადვილია ვიდრე მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება ხალხისთვის. ანუ თუ მაგალითად რა არის ახლა ქართული პუბლიკისთვის სენტიმენტს ხშირად წარმოადგენს როგორც მანამდე ვახსენეთ ძველი ექნება ეს მოგონებების საზოგადოებას ხო ისმევა ხოლმე და აი ეს არის ძალიან სენსიტიური რაღაცა ეს მე მგონი ქართველებისთვის და არა მარტო ქართველებისთვის, იმიტომ რომ რაღაც გაქვს ჩარჩენილი და რასაც სულ ადარებ. და აი მითი, როდესაც ამას ხელოვანი ალღოს აუღებს, იქნება ეს მუსიკოსი, ის რეჟისორი, თეატრის თუ რა, კინოსი და ის მე ამ პუბლიკას, რომელიც ამაზეა მიჯაჭული რაღაც თქვაც აი რაღაც 70-იან წლების სიტყვაზე ვიძახი, იქნება რა მნიშვნელობა აქვს წლებს, რაღაც ახსოვს და იმის გარშემო თამაშობს. ფაქტობრივად თამაში ქვია ამას და იცის რომ გარანტირებული ექნება წარმატება ამ პუბლიკასთან და თავს არც იწუხებს თავის განვითარებით და ასევე რაც მე ვთვლი და დარწმუნებული ვარ ამაში რომ ხელოვანს ევალება პუბლიკის განვითარებაც ასევე. როგორც პირიქით, რა თქმა უნდა, როგორც მანამდე ვახსენეთ, მაგრამ ხელოვანს თუ დააკლდა სიმამაცე და ცოდნა და შემდეგ ჩამოთვლი სამ ძირითად კრიტერიუმს ჩემი აზრით, რაც უნდა კონდეს ყველა შემსრულებელი იქნება თუ სხვა ხელოვანი. აი ეს თუ დააკლდა, მაშინ ის იმ პუბლიკას მომავალი არ უწერია იმ ხრივ, რომ ის ვერაფერს ახალს ვერ მიიღებს შემსრულებლისგან. ეხლა რაც შეეხება ისევ დაუბრუნდეთ იმას, ასეთი პუბლიკა ადვილად ექცევა ხალხში დამკვიდრებული და გავრცელებული აზრების გავლენის ქვეშ. ანუ ამ ხალხზე ზემოქმედება საბოლოო ჯამში ადვილია. მაგალითად, თუ პუბლიკა თვლის რომელიმე მუსიკოს გენიალურ შემსრულებლად, მაშინ მის ნებისმიერ შესრულებას თვალდახუჭული ენდობა. ანუ თქვა ჩამოვიდა ცნობილი ვიღაც მუსიკოსი, რომელიც ახსოვთ რომ ის ძალიან კარგად უკრავდა, რაც არ უნდა დაუკრას მან იქნება ეს ქალი თუ კაცი, ყველა ვარიანტში აღთვალებული რჩება პუბლიკა. ანუ იმას არც კი უშვებენ რომ იმას შეიძლება ერთხელ ცუდად დაუკრას. აი ეს არის ეს ხშირად ხდება ხოლმე და ეს არის ხანდახან გულდაწყვეტილი გამოდიხარ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რას დაუკრა, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ანუ თუ უკვე ელოდებიან რომ ის ისედაც ყველაფერი კარგად იქნება. ან მუსიკოსი თუ უინტერესოა, ხო? თქვათ გამოვიდა ამ პუბლიკისთვის. ამ პუბლიკისთვის თქვათ უინტერესოა და იმ იდეალებს, რასაც ისინი ეტრფიან, იმისგან შორს არის, მაშინ ის უმალ ხდება პუბლიკის
ფავორიტთან შედარებული. ანუ ის, ვინც ძალიან უყვარს პუბლიკას, რომელიც სულ ჩამოდის და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ დაუყვარს, მაინც კარგია და ის, ვინც დაუკრა და ამ პუბლიკას არ მოეწონა, ისინი ეგრევე ადარებენ თავის საყვარელ შემსრულებელს. და თანაც ამ პუბლიკაში თუ ვინმე გამოირია ისეთი, ვინც ამ საერთო აზრს ეწინააღმდეგება, ის უმალ აღიქმება როგორც უცოდინარი. то შენ რა იცი ახლა რვიზე ამბობ რომ ამან ვერ დაუკრა რა სისულელია ეს ხომ ეს არის ამას ხო ამასთან აქ დაკრული ამას ხო ეს კონკურსი აქვს მოგებული და ასე შემდეგ იწყება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით და წარსულში მომხდარი ფაქტების სია ჩამოიცვლება ხოლმე და როგორ შეიძლება ამის გაკრიტიკება. ეხლა ეს ყველაფერი რას წააგავს? ეს ყველაფერი წააგავს ჩაკეტილ საზოგადოებას. სადაც ადამიანებს თავიანთი აზრის დაფიქსირება ერიდებათ, რადგანაც არ იციან თუ როგორ მიიღებენ მას სხვები. ანუ ადამიანის თავისუფალი აზრის გამოთქმა იზღუდება საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მიერ. მეორე მხრივ კი ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იაზროვნოს და აღიქვას ხელოვნება ისე როგორც მას სურს. რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება 1000-ივე ეს პუბლიკის 1000 კაცი 1000-ივე ერთნაირად ფიქრობს. ამაშიც არ არის არაფერი ცუდი რა მოხდა, ხო? ყველა შეუძლია ყველანაირად იფიქროს, აღიქვას, თქვა ცუდია, კარგია და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში რთულია ის გადაარწმუნო და შეფასების სხვა კრიტერიუმიდან დაანახო ესა თუ ის მოვლენა. მაგრამ რამდენად სწორი იქნება პუბლიკის მიერ შეფასებული ხელოვნება და ან მისი კრიტიკა, ხო? ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა კარგად ვერ ყვეოდეთ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში, ჩვენი შეფასების რაღაც ნაწილი სუბიექტური ან მიკერძოებული ყოველთვის იქნება. იმიტომ რომ ეს განპირობებულია ჩვენი განწყობით და გზნობით, რაც ნაწარმოების კომპოზიტორის ან შემსრულებლისადმი გაგვაჩნია. ანუ მე მაგალითად ძალიან მიყვარს მოცარტი. და რაღაც ახლა სულ გულის წიაღში ალბათ მაინც ჰაიდნს სულ აჯიბრებ ხოლმე, რა ახლა ხომ მაინც მოცარტი ჯობია რა. ფიქრობ ხოლმე. და ეს მხოლოდ განპირობებულია ჩემი პირადი მოცარტის სიყვარულით, მაგრამ კომპოზიტორების აი ესე შედარება, ვაი მაგალითად მით უმეტეს თუ ერთი ეპოქის კომპოზიტორები არის, მაგალითად ვაგნერი რო შევადაროთ ვივალდის. ეს არის თავიდანვე მცდარი. ეს ამის შედარება არ არსებობს. როგორც ვერ შეადარებ მაგალითად მესი და პელეს. მესი უფრო ჩქარა დარბის, უფრო მეტი გოლები გააქვს, შეიძლება არ ვიცი დიდად ვერ ვერკვევი ფეხბურთში, მაგრამ მაშინ უფრო ნელა დარბოდნენ ვიდრე ეხლა, ხო? როგორ შეიძლება მაშინ რომ შევადაროთ? აქ სპორტულ მხარეს ვიძახი, ხო? როგორ თუ ერთ და იგივე პირობებში არ ჩავაყენეთ, ანუ ერთი და იგივე კრიტერიუმები თუ არ შევაფასეთ და მაშინ უკვე მცდარია, ხო? ანუ თუ რითი ვაფასებთ, ახლა ვაგნერს თუ ვადარებთ ვივალდის და ვიძახთ, ვაგნერი უფრო მაგარი იყო, ნახევრები დაწერილი, 6 საათიანი ოპერები აქვს დაწერილი და ვივალდის საერთოდ ოპერაც კი არ აქვს დაწერილი. ესე იგი ვაგნერი უფრო მაგარი იყო. ანუ მცდარია ახლა ვივალდის დროს ის ინსტრუმენტებიც კი არ არსებობდა, რაც ვაგნერის დროს არსებობდა. ამხელა ორკესტრი იტალიაში მაგ დროს არ არსებობდა. და ასე შემდეგ, ბევრი სხვადასხვა რაღაც არის, ფაქტორია რისი შედარებას უკვე აზრი არ აქვს. და ანუ ერთი ხელის მოსვით თქვა რომ მე ვივალდი არ მიყვარს, მე უფრო ვაგნერი მიყვარს. ეს უკვე სუბიექტური რაღაცა და კი ბატონო, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია ვაგნერი გიყვარდეს და შენ შეგიძლია ვივალდი გიყვარდეს ან ერთი, მაგრამ ის რომელიც ჯობია, ეს უკვე მცდარი უკვე ძირშივე მცდარია ამის ასე წარმოჩენა. ესე იგი დროთა განმავლობაში ხა კიდე დაუბრუნდები საშემსრულებლო ხელოვნებას, ნუ ჩემს სფეროში. განვითარებასთან ერთად შეფასების კრიტერიუმებით შეიცვალა. მაგრამ არსებობს შესრულების ხარისხის განსაზღვრელი რამოდენიმე კომპონენტი. ანუ რაღაც რამოდენიმე კომპონენტია, რითითაც შეგვიძლია მაგალითად სცენაზე რომ გამოვა შემსრულებელი შევაფასოთ რაღაც კრიტერიუმებში მაინც ჩავსვათ, რომელიც მეტნაკლებად ობიექტურ შეფასებაში დაეხმარება მსმენელს და კითხვაზე თუ რატომ მოგწონს ან არ მოგწონს, პასუხი აღარ იქნება რატომ და იმიტომ. და მორჩა. მე აი ეს მომწონს და ანუ თუ აი ახლა რასაც მეტნაკლებად შევეცდები რომ ავხსნა, თუ მეტნაკლებად ამაში ჩავსვამთ და საერთოდ ჩარჩოში ჩასმა რა თქმა უნდა რთულია და შეიძლება ესეც მცდარი იყოს, მაგრამ
შეიძლება რაღაცა ობიექტურ დასკვნამდე მაინც მიგვიყვანოს ამ კრიტერიუმება, იმიტომ რომ თავარია რითი ვაფასებთ. ეხლა თუ აი მაგალითად ვთქვათ ლედი გაგა და ბეთჰოვენი. ხო შეიძლება თქვა რომ აი ლედი გაგა არ ვარგა, იმიტომ ბეთჰოვენით ვერ დაწერა. ესე იმიტომ რომ უკვე ვაფასებთ სხვა კრიტერიუმით. იყო ბეთჰოვენი წერდა სხვა მუსიკას, ლედი გაგა წერს სხვა მუსიკას. თანაც ლედი გაგა გარდა დაწერისა, ცეკვავს, იცვამს, შოუს დგამს, რაც ბეთჰოვენს არ უქმნიებს, საერთოდ არ აინტერესებს როგორ ჩაიცვალა ბეთჰოვენი და საერთოდ სულ დაყრუდა ბოლოს და საერთოდ არავის ესმოდა. ლედი გაგა არც ყრუ არ არის და სხვებისაც ესმის, ხო? ანუ უკვე არასწორი შეფასებაა. სხვათა შორის კარგი მომღერალია ძალიან. ჩემი სუბიექტური აზრი. ახლა როგორ გამვითარდა საშემსრულებლო ხელოვნება. მაგალითად, აი ფრანც ლისტი, უნგრელი კომპოზიტორი და პიანისტი, ყველა მიცით, მე-19 საუკუნის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის უფრო, რა თქმა უნდა, კომპოზიტორი, რომელიც წერდა საკმაოდ გასართობ მუსიკას და ძალიან რთულად შესასრულებლად იმ დროს. რომელმაც სხვათა შორის აი საქართველოსამდე ვერ ჩამოაღწია თვითონ, იმიტომ რომ იყო სტამბულში, მერე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქებშიც იმოგზაურა, მაგალითად ოდესაშიც კი იყო ჩამოსული. და სტამბულშიც 2 კონცერტი დაუკრა და ცოტა დააკლდა ბათუმამდე. და მაინც გამოვაკლდით იმ კლასიკური მუსიკის განვითარების იმ დროინდელ ტემპს და მაინც ოდნავ მოწყვეტილობაში აღმოჩნდით საბოლოო ჯამში. აი მაგალითად ლისტი წერდა ესეთ მუსიკას, რომელსაც მარტო თვითონ უკრავდა, მარტო თვითონ შეეძლო დაეკრა. მარტო თვითონ ფლობდა ისეთ ტექნიკას, რომ ეს ტექნიკურად დაეძლია. მაგრამ დღეს ტექნიკური მხარე ამ შესრულების ისე განვითარდა, რომ მუსიკალურ სკოლებშიც ბავშვებიც კი უკრავენ უკვე ლისტის ნაწარმოებებს. ანუ ტექნიკურ მხარეს ვიძახი, არ ვიძახი ამ სრულყოფას ამ ნაწარმოების ან აზრის გადმოცემას და ასე შემდეგ. ტექნიკურად ისე განვითარდა, ანუ სპორტული მხარე ინსტრუმენტალიზმის ისე განვითარდა, რომ ბავშვებიც კი უკრავენ უკვე ლისტს. ანუ თუ ადრე აი სპორტს კიდევ ხშირად შეიძლება ხოლმე მუსიკის საშემსრულებლო ხოლმე ბალეტის და ასე შემდეგ სპორტთან შედარება. აი მაგალითად თუ ადრე როგორც ოლიმპიადაზე უმჯობესდება, თქვა 100 სპრინტი და ასე შემდეგ, ისე უმჯობესდება კლასიკურ მუსიკაშიც და არა მარტო კლასიკურ მუსიკაში, ინსტრუმენტალიზმში, საერთოდ ინსტრუმენტის ფლობა და სრულყოფა. ანუ ეს მიგვანიშნებს შესრულების ტექნიკური მხარის უზარმაზარ განვითარებაზე, ხო? ინსტრუმენტის ოსტატური ფლობა და არ გულისხმობს მხოლოდ სწრაფ და ვირტუოზულ შესრულებას. ანუ ჩქარი თითები არ ნიშნავს ინსტრუმენტის ფლობას. ის მოიცავს ბგერის კონტროლს, იქნება ჩასაბერი, იქნება სიმებიანი თუ ფორტეპიანო, მის დინამიკას. დინამიკა რას ნიშნავს? ძალიან ჩუმიდან ძალიან ხმამაღლამდე დაკვრას. ანუ ამ და შიგნით ყველა გრადაცია ამ დინამიკის. და დისციპლინას. დისციპლინა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი ნებისმიერი რამის დაუფლების დროს. განსაკუთრებით ინსტრუმენტთან მიმართებაში დისციპლინა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც. ყოველ შემთხვევაში თუ ყველაზე არა ერთ-ერთი. მაგრამ თანამედროვე მუსიკოსისთვის კი დღეს ნაწარმოების ტექნიკურ სრულყოფამდე მიყვანა წესით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, იმიტომ რომ იმდენად განვითარებულია დღეს ეს საშემსრულებლო ხელოვნება, ეს მხარე, რომ ვთქვათ, ნებისმიერი ლისტის ნაწარმოები უპრობლემოდ უნდა დაუკრას ნებისმიერმა პიანისტმა. მეტნაკლებად არის ამის შესაძლებლობა, რომ ასე და ვთქვათ, თუ გამოვიდა მუსიკოსი და რაღაცას ვერ უკრავს, აი ამ ტექნიკურ მხარეს, ეს უკვე სავალალო სიტუაციაა, იმიტომ რომ წესით დღეს აღარ უნდა არსებობს ასეთი პრობლემა. ინსტრუმენტალისტის ოსტატობის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ნაწარმოების სტილისტიკის შესწავლა. მოგეხსენებათ, გარდა კომპოზიტორის დამახასიათებელი სტილისა, ვთქვათ, ბეთჰოვენი ისე წერდა, ჩაიკოვსკი ასე წერდა, ყველა პერიოდს კლასიკურ მუსიკაში თავისი ენა აქვს.
ანუ ბაროკო სხვანაირად იკვრება, კლასიციზმი სხვანაირად იკვრება, რომანტიზმი სხვანაირად იკვრება, იმპრესიონიზმი სხვანაირად იკვრება. ეს ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს თქვათ სახვით ხელოვნებაში, ხო? რემბრანდტიდან თუნდაც რენესანსიდან ადრეული რენესანსიდან ყველაფერი ნათლად ჩანს. თვალი ხედავს ამას, ხო? იმპრესიონიზმი არის, იმპრესიონიზმი და ლეონარდო და ვინჩი თუ მიქელანჯელო თუ ვიც არ უნდა იყოს, არის აბსოლუტურად განსხვავებული. ანუ მონეს, მანეს და ასე შემდეგ იმპრესიონისტებს რომ დაეხატათ ისე როგორც მიქელანჯელო ხატავდა, თავისუფლად დახატავდნენ. ეს არ იყო ის რომ ვერ დახატავდნენ. უბრალოდ არ ჩაითვლებოდა საინტერესოდ, ხო? იმიტომ ეს უკვე დახატული იყო. ასევეა მუსიკაში, ოღონდ მუსიკაში ჩვენ უკვე დაწერილია და ჩვენ შემსრულებლები უკვე დაწერილს ვუკრავთ, ხო? შესაბამისად, მაგალითად დებიუსი, რომელიც მეტნაკლებად იმპრესიონისტი იყო, ან რაველი, დაუკრა ისე როგორც ვივალდი. არის უკვე მცდარი დაკვრის, ან მცდარი შესრულებაა. ეხლა როგორ გავარკვიოთ, რომელი არის ვივალდის ნარი შესრულება და ფრანგული იმპრესიონიზმის შესრულება, ეს კიდე ცალკე თემა, ანუ პუბლიკას საკმაოდ განათლება ჭირდება იმისთვის, რომ ამის გარჩევა მოახერხოს, ანუ თუ მიხვდეს, რომ შემსრულებელი უკრავს თუ არა სტილისტიკურად გამართულად, ხო? ეს ცალკე პუბლიკის განვითარების ფაქტორია, რომელსაც ასევე პრინციპში მუსიკოსი უნდა გვთავაზობდეს, ანუ იმდენად უნდა იკვრებოდეს ბაროკოს მუსიკაც, კლასიციზმის, რომანტიზმის თანამედროვეს რას, რომ უკვე პუბლიკა ეჩვეოდეს, პუბლიკის ყური ეჩვეოდეს იმას, რომ არჩევდეს. ესე ხომ ბაროკო იკვრება და ეს რა შუაშია ამ მუსიკაში, ამ პირიქით. ესე ხომ რუსული მუსიკა იკვრება და როგორ შეიძლება შოსტაკოვიჩის ნაირად მოცარტი დაიკრას. რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, მით უმეტეს პოსტაბჟო ქვეყნებში, სადაც გაბატონებული იყო ეს რუსული მუსიკის თავისთავად გენიალური მუსიკის გავლენა ნებისმიერ სხვა მუსიკაზე. ანუ ჩაიკოვსკივით იკვრებოდა ბახი, შოსტაკოვიჩით იკვრებოდა მოცარტი და ასე შემდეგ. თუნდაც ის დიდი კორიფეები, რუსი როსტროპოვიჩი იქნებოდა რიხტერი და ასე შემდეგ, ისინიც კი ასე უკრავდნენ. თავისთავად იმ დროისთვის ეს რა თქმა უნდა იყო შედევრი. თავიანთი ინსტრუმენტალიზმი და თავიანთი მუსიკალობით და თავიანთი უზადო დიდი ნიჭით, რა თქმა უნდა ისინი არიან კორიფეები მე-20 საუკუნის, მაგრამ დღეს უკვე ისე განვითარდა ძველი მუსიკის შესრულება, რომ მათი ჩანაწერების მოსმენის დროს ხანდახან ღიმილიც კი გეუფლება ხოლმე, რომ იმდენად გაქვს უკვე ყური მიჩვეული, ანუ ამ ახლებურად ძველი მუსიკის შესრულების, ანუ ფაქტობრივად ეს ძველი მუსიკის შემსრულებელი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება დაუახლოვონ დღევანდელი შესრულება იმ ძველ მუსიკას, რომლის ჩანაწერი არ არსებობს, ხო? არსებობს ხო წერილები, ვინ როგორ წერდა და ერთმანეთში საუბარი, არსებობს ინსტრუმენტები იმდროინდელი, რომელსაც სულ სხვანაირი ხმა აქვს ჟღერადობა ვიდრე დღეს. მაგალითად, ბახს როცა უკრავენ ფორტეპიანოზე, როიალზე, ეგრეთ წოდებულ როიალზე, ხო? ეს ბახის დროს არც არსებობდა ეს როიალი. ანუ ბახს დაწერილი აქვს სულ სხვა ინსტრუმენტი. ანუ დღეს ფაქტიურად, როდესაც ბახს უკრავენ როიალზე, აი მაგალითად გლენ გულდი ყველას უკრავს, ხო? გლენ გულდი თავიდან ბოლომდე ბახს უკრავს ფორტეპიანოზე, რაც ბახს საერთოდ არც კი იცოდა, რომ როდესმე ეგეთ რაღაცას გამოიგონებდნენ. ის ან წერდა ორგანისტვის, ან ჩემბალოსთვის, კლავისინი და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად სხვა ინსტრუმენტზე უკრავთ ბახს, ანუ რაც არ უნდა ფორტეპიანოზე კარგად დაუკრათ, მაინც სხვანაირი გამოვა ბახი. ანუ ის რომ, ესე იგი, დასკვნა ლოგიკური, ის რაც არ უნდა გლენ გულდა კარგად დაუკრას ფორტეპიანოზე ბახი და მართლა კარგად უკრავს, ის ბახი მაინც არ იქნება, რაც ბახმა დაწერა, ხო? იმიტომ რომ სხვა ინსტრუმენტზე უკრავს. მორჩა, ეს არის ლოგიკურად ახსნილი გლენ გულდი. მორჩა. ეს არის ძალიან ადვილი. ანუ თავისთავად ძალიან ნიჭიერი იყო პირველი პიანისტი, ვინც ბახის ამ პოლიფონიას, ანუ ყველა ხმა ბახი ძალიან გადაუხვია ახლა, მაგრამ საინტერესო რაღაც არის, ანუ ბახი როცა წერდა მუსიკას, ყველა აბსოლუტურად ყველა ხმას ქონდა თავისი დანიშნულება. არც ერთი არ იყო პრინციპში აკომპანიმენტი და სოლო ხმა. და გლენ გულდი სწორედაც ამას მიხვდა ამ ყველა ხმის მნიშვნელობას და დაიწყო ამ ყველაფრის გამოყოფა და ამიტომ ჟღერს
სხვანაირად ვიდრე მაგალითად რიხტერი უკრავს ბახს თუ სხვა იმდროინდელი მუსიკოსი. ეხლა დაუბრუნდეს ისევე შესრულების კომპონენტებს და ასე შემდეგ. ესე იგი, საიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი? ანუ სტილისტიკის ცოდნა, შესწავლა, კომპოზიტორის ენა და იმ პერიოდის დამახასიათებელი ენა. ამ ენიდან გამომდინარე კი კომპოზიტორი ქმნის ნამუშევრებს. თვითონ კომპოზიტორსაც აქვს იმის საშუალება, რომ ეს იმდროინდელი სტილი რაც არის, თვითონ შეცვალოს, ანუ თუ აქვს ამის შნო, ასე ვთქვათ, და ხედვა, სამომავლო ხედვა, რომელიც შეიძლება იყოს დროს გასწრებული, და იმ დროს ხალხს სულაც არ მოწონდეს ის რასაც ჭრება, მაგრამ დარწმუნებული იყოს, რომ ეს 100 წელიწადში იქნება როგორც შედევრი, აი ზუსტად ესეთი ხალხი ცვლის ხოლმე ამ სტილისტიკის ენას. იგივეა მხატვრობაშიც, იგივეა მწერლობაშიც და ყველგან აბსოლუტურად. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ანუ რაც მანამდე უკვე ვთქვი, სტილისტიკის შესწავლა ევროპული კლასიკური მუსიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. ანუ რა არის? ეს სტილისტიკის შესწავლა, ანუ აღარ არის მუსიკოსი დაფუძნებული მხოლოდ ინტუიციაზე დაფუძნებით შესრულება. ანუ თუ უკრავთ მაგალითად მოცარტს, იმდენად განათლებულია დღეს მუსიკოსი, რომ არ არის მხოლოდ აი მე აქ გძნობ რომ პიანო უნდა იყოს, ან აქ გძნობ რომ წითელი ფერი უნდა იყოს, რაც ასეთი ინტუიციით შესრულებაც ადრე ძალიან ხშირი იყო. დღეს უკვე არის განათლებაზე დაფუძნებული. ანუ აქ უკვე იცი რატომ უნდა იყოს პიანო და რატომ უნდა იყოს ფორტე. და სწორედ ამის შემდეგ აი აქ რო ფორტეს უკვე და აქ პიანოს, იმიტომ რომ ჯერშეთიც მოცარტს ძალიან კარგად აქვს ეს თვითონ დაწერილი. და ხშირად საერთოდ არაფერი არ უწერია, არც პიანო უწერია, არც ფორტე, არც კრეშენდო, არც დინუენდო, მაგრამ იმდენად აი ამ სწორედ ამ მუსიკის შესწავლის შემდეგ, აი როგორ მეცნიერულად შესწავლის შემდეგ, უკვე ხვდები, უკვე იცი, რას გულისხმობდა ის ამ ფრაზაში, თვითონ ფრაზები მიგვინიშნებენ ფორტეს უნდა იყოს და პიანო. იმიტომ რომ ეს არის კლასიციზმი, ეს არის ძალიან ნატურალისტური პერიოდი, სადაც მხატვრობაში მაგალითად არის ფაქტობრივად ჩავარდნა, იმიტომ რომ რომელი კლასიციზმის მხატვარი გახსენდებათ ისეთი, რომელიც არის რემბრანდტს ან ვან გოგს ან პიკასოს ან სხვა კორიფეს გაუტოლდება. ანუ პრინციპში კლასიციზმის მხატვრობა რა იყო, რომ იყო თქვათ ბატონი ცხენზე, სასახლე, მწვანე მინდორი, ვაშლი, წითელი, მონადირე ძაღლი და მორჩა. ანუ და ლურჯიცა, ხო? სხვა რა გახსოვთ, მე დიდად არ მახსოვდა. რომანტიზმში, ანუ გერმანულ რომანტიზმში, თქვათ კასპარ დავით ფრიდრიხთან მხატვრობაში და ასე შემდეგ, შეიძლება პეიზაჟი იყოს იგივე, მაგრამ უკვე დაუბერა ქარმა. და ამ ბატონს აუფრიალდა პიჯაკი, აეჩეჩა თმები, ტალღა. ანუ წყნარი ზღვა აღარ არის, უკვე ტალღა და დაიწყო მოძრაობა მხატვრობაში. მუსიკაში ოდნავ სხვანაირად არის. მუსიკაში იყო მოცარტი, რომელმაც გაიდეალა სიუბრალოე. ანუ ფაქტიურად ეს ხაზის რელიგიური ხაზი, რაც კლასიკურ მუსიკას დაყვებოდა, ანუ ან უნდა ყოფილიყო რელიგიური თემატიკა, ან მითოლოგია. ან უნდა და ყოველთვის უნდა შექმნილიყო ან მეფისთვის, ან ეკლესიისთვის. ბახი იყო პროტესტანტი, რომელიც წერდა კათოლიკური ეკლესიისთვის მაგალითად. და ყველა მისი ნაწარმოები გარდა ერთი კანტატისა, რომელსაც ყავის კანტატა ქვია, არის ყველა რელიგიასთან ან მითოლოგიასთან კავშირში. მოცარტთან იწყება აი ამის ჩამოშორება, ანუ ამ რელიგიას შორდებიან და მუსიკა ხდება ხალხისთვის. მოცარტიდან ცოტა მოგვიანებით უკვე როგორც კანტმა თქვა, ანუ კანტმა მანამდე ხელოვნება არ არსებობდა როგორც პროფესია. ანუ იყავი ველასკესი იყო მეფის მხატვარი. ბახი იყო ეკლესიისთვის, ჰენდელი იყო მეფის კარზე კომპოზიტორი და ასე შემდეგ. და მოცარტის დროიდან უკვე ეს ხდება როგორც პროფესიად. და შემდგომში მე უკვე შეგიძლია დაარქვას, ანუ ხელოვნებას ერქმევა პროფესია და არა ეკლესიისთვის, რელიგიისთვის ან მეფისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფრის სწავლის შემდეგ მე ჩაღრმავება მოცარტის ხელნაწერებში და ასე შემდეგ,
უზარმაზარ ინფორმაციას გვაძლევს მისი შესრულების სტილისტიკაზე. ხელოვნების ყველა დარგს, ანუ რაც ვთქვით, მუსიკას, აქტიურ მხატვრობას, სწავლებას და შემდეგ თავისი დამახასიათებელი ენა აქვს, ხო? რაც უკვე ველაპარაკეთ. სწორედ ამ ენების შესწავლა იგულისხმება სტილისტიკის ცოდნაში. ის არა მხოლოდ ნაწარმოების ნოტების სწავლას მოიცავს, არამედ მასთან რაციონალურ მიდგომას და მის ისტორიულ ჭრილში განხილვას. მაგალითად, როგორც უკვე ვთქვით, შოსტაკოვიჩის, ვივალდის ან ჩაიკოვსკის ენით მოცარტის შესრულება არის მცდარი, იმიტომ რომ ყველა კომპოზიტორს თავისი ენა აქვს. თანამედროვე განათლება კი იძლევა ამ ყველაფრის შესწავლის შესაძლებლობას, შემსრულებას აძლევს საშუალებას არ მხოლოდ ინტუიციაზე დაღმებით, არამედ კომპოზიტორის ნამუშევრების შესწავლით ასრულებდეს ამა თუ იმ ნაწარმოებს. ინსტრუმენტის ოსტატური ფლობის და სტილისტიკის ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ ჯერი შემსრულებლის ნიჭზე, ანუ მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ნიჭის დაფასება, ანუ რა ნიჭიერია, რო იძახით და ისეთი ნიჭიერი ბიჭია და ასე შემდეგ. ამ ნიჭს აზრი არ აქვს, თუ ეს ორი კომპონენტი მანამდე არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ალბათ კრეატიულობა, რაც ასე ძალიან გვიყვარს ჩვენ ქართველებს, უწყობს ხელს მუსიკოს სხვებისგან განსხვავებული გახდეს და საშუალებას აძლევს კომპოზიტორის სათქმელი თავისი ინტერპრეტაციით გადმოსცეს. ანუ თუ იცის უკვე კომპოზიტორს რა უნდა, იმიტომ რომ უკვე ნასწავლი აქვს სტილისტიკა და ნასწავლი აქვს ინსტრუმენტის ფლობა. და შესაბამისად შეუძლია კომპოზიტორის სათქმელი გადმოსცეს. ჩვენი თავარი მიზანი კარგი კლასიკური მუსიკის შემსრულებისთვის არის კომპოზიტორის სათქმელის გადმოცემა და არა შენი თავის წარმოჩენა სცენაზე. ანუ თავის თავს წარმოაჩენს ვირტუოზი და არა კარგი მუსიკო. ვირტუოზი, რა თქმა უნდა, კარგად უკრავს ინსტრუმენტზე, მაგრამ კომპოზიტორი გადაყავს მეორე ფლანგზე, უკან რომ თავში თავი წარმოაჩენოს პირველ რიგში. რა თქმა უნდა, კომპოზიტორსაც გააჩნია ზოგი კომპოზიტორი, მაგალითად პაგანინი თავი და ბოლომდე წარმოგაჩენს მუსიკოს, იმიტომ თავისთავად პაგანინის ნაწარმოებები შეიძლება არ იყოს იმდენად ღირებული, როგორც მაგალითად ვაგნერის. მაგრამ აი მაგალითად სტრავინსკის ეზიზღებოდა ვირტუოზები, იმიტომ რომ სწორედ ამას ამბობდა, რაც ახლა მე ვთქვი, რომ მათ არ აინტერესებს კომპოზიტორი, მათ აინტერესებს თავისი თავი. ცალკე აღებული ნიჭი ზემოხსენებული ორი კომპონენტის გარეშე, როგორც უკვე ვთქვით, არაფერს წარმოვიდგენთ, მხოლოდ ოსტატობა და ნიჭი ხშირ შემთხვევაში ველურ ვირტუოზულობაში გადაიზრდება ხოლმე. ცალკე აღებული ნიჭი ზემოხსენებული ორი კომპონენტის გარეშე არაფერს წარმოადგენს. ანუ მხოლოდ ოსტატობა და ნიჭი, ანუ ინსტრუმენტის ზედმიწევრი ფლობა და ნიჭი ხშირ შემთხვევაში ველურ ვირტუოზულობით გამოიხატება. ესე ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც აი გამოდიან მაგალითად აი ფორტეპიანოსთან რაღაც შოუს მოაწყობენ ხოლმე დალეწავენ თელს ინსტრუმენტს და ხალხიც მოყავთ ახტაცებაში, მაგრამ ამ დროს კომპოზიტორის ნამუშევარი სულ უკან პლანზეა გადაწეული და მუსიკოსი ცდილობს პუბლიკა თავის ვირტუოზულობით მოხიბლოს. რაც ანუ ვილაპარაკეთ. ასევე მხოლოდ ნაწარმოების სტილისტიკის ცოდნით ძნელია მსმენელს კომპოზიტორის სათქმელი გადასცე. ანუ თქვაც კომპოზიტორის სტილისტიკა და მისი ენა იცით ძალიან კარგად, ხო? მაგრამ ვერ ფლობ ინსტრუმენტს და არ გაქვს ნიჭი იმისი, რომ ეს სათქმელი გადმოსცე შენებურად, ანუ ნიჭი საბოლოო ჯამში გეხმარება იმას, რომ შენებური ინტერპრეტაცია გააკეთო კომპოზიტორის და ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ აი ესე უნდოდა ზუსტად კომპოზიტორს. აი ეს არის ნიჭი. და სხვა არაფერი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ის, რასაც ხშირად ნიჭიერებას ვეძახით ხოლმე, მიიღწევა შრომით და მუშაობით. ასე რომ შეიძლება ითქვას, ეს სამი ძირითადი კომპონენტია, რომლებიც შემსრულების მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ხელოვანისთვის რაციო, ლათინურად, ანუ ტვინი, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მისი გული და ეგრეთ წოდებული ნიჭიერება ან მუსიკალურობა. გარდა ზემოხსენებული პრობლემებისა, რომლებიც საქართველოში არც თუ ისე იშვიათია, ასევე პრობლემას წარმოადგენს პროფესიონალი კრიტიკოსების ნაკლებობა. როგორი განვითარებულიც უნდა იყოს მსმენელი, მუსიკის კრიტიკოსი მაინც საჭიროა. მუსიკის კრიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ შესრულების დაწუნებას ან შესრულების დროს შეცდომების დათვლას.
ის მოიცავს ნაწარმოების, კომპოზიტორის და შემსრულების პროფესიულ ანალიზს თუ გარჩევას, რომელიც მუსიკის მოყვარულთათვის არ არის დაწერილი. ანუ ამით კრიტიკოსი დაინტერესებულ სმენელს ეხმარება მუსიკის კიდევ უფრო უკეთესად შეცნობაში. ხშირად სწორედ ისინი გაუთქვამენ ხოლმე სახელს მუსიკოს, ან და პირიქით კრიტიკის ქართცეცხლში მოაყოლებენ მას. ანუ კრიტიკოსი უნდა იყოს ფაქტობრივად მუსიკოსი, რომელიც წერს, რომელსაც ზუსტად იგივენაირად ესმის და აღიქვამს როგორც მუსიკოსი, ამა თუ იმ კომპოზიტორს და ასევე ერკვევა ტექნიკურ მხარეში და ასევე ჰარმონიულ თუ სოლფეჯიოში თუ რასაც გინდა დავარქვათ, ანუ მეცნიერულ ანალიზს უნდა ფლობდეს ნაწარმოების, რომელიც შემდეგ თუ მუსიკოსი გადმოსცემს ამას ყველაფრით დაკვირით, კრიტიკოსი ამას უნდა გადმოსცემდეს წერით და ტექსტით და საუბრით და ლაპარაკით. შესაბამისად, აი ამ სამ კომპონენტს პრინციპში კრიტიკოსის უნდა ითავისებდეს. ასევე უნდა გამოირჩეოდეს სიმამაცით და თავმდაბლობით. რატომ სიმამაცით? იმიტომ რომ პუბლიკის გამოღვიძება, ანუ აი თავიდან რაც ვახსენეთ, პუბლიკა, რომელიც ესე რაღაცნაირად ჩაკეტილია, ყავს თავისი კორიფეები, ახალი არ უნდა, უყვარს მოგონებები, უყვარს 56 წელს ჩატარებული კონცერტი, რომელიც დღემდე ახსოვს, ამ პუბლიკის წინააღმდეგ მამაცი კრიტიკოსი ყოველთვის პუბლიკის პირიქით პუბლიკა აკრიტიკებს ხოლმე კრიტიკოს და როგორც ხშირად ის კრიტიკოსიც მიიმალება ხოლმე, იმიტომ რომ რამოდენიმე მცდელობა იყო მაგალითად საქართველოში რაღაც კრიტიკული სტატიები დაწერილი იყო, თქვა უბრალოდ შეფასება, კონცერტის შეფასება, რაღაცა მოგეწონა, რაღაც არ მოგეწონა. შეიძლება ის კრიტიკოსიც სტარია, მაგრამ ეს მომენტი უნდა დაიშვას, რომ ვიღაც მოვა და გაგაკრიტიკებს. და იწერებოდა Facebook-ზე რაღაც სტატია, იმიტომ ისიც ვერ გაბედეს თავიანთი სახელით. დაწერა რაღაც იგონებდნენ რაღაც სახელებს, თვითონ ეს და ეს წერდა და ის წერდა ხოლმე რაღაც ოპერის გარჩევას ან რაღაცა. და ნუ იქ აგინებდნენ ავტორს, ეუნებოდნენ რომ მეტი აღარ დაწერო თორემ დაგხვდები და მოკლავ და ასე შემდეგ. ეს მუსიკოსები ესე ემუქრებოდნენ ხოლმე ამ ვიღაცას. შეიძლება საერთოდ სტარი იყო, მაგრამ ერთადერთი პასუხი ამ შენი გაკრიტიკების შემდეგ არის გამოხვიდე და სცენიდან კვლავ დაამტკიცო შენი სიმაგრე და კვლავ მოიყვანო პუბლიკა აღტაცებაში ან კომპოზიტორი თუ ის ცოცხალია და ასე შემდეგ. ამიტომ იმ კრიტიკოსის საფასუხო შენ ყოველთვის გექნება. ანუ ან ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია ადგილას სტატია დაწერო და ისევე ტექსტით გასცე მას პასუხი და არა მუქარით და კალმების დამტვრევით, რომ მან ვეღარ დაწეროს შემდეგი სტატია. მაგრამ ასევე რა შუაშია სითავდაბლე, ხო? თუ კრიტიკოსი ხმამაღალი უნდა იყოს და მამაცი ამავდროულად თავმდაბლობაც შეიძლება რთული იყოს, ხო? მაგრამ სტილისტიკის ცოდნა, აზრის კარგად დასაბუთება და ობიექტური ანალიზი ეს არის სწორედ ის სადაც უნდა იყოს თამამი, მაგრამ თავმდაბლობა კი თავისი სათქმელის პუბლიკისთვის მოგზალებულად მიწოდებაში უნდა გამოიხატებოდეს. ანუ თქვენ დებილებო, რას უსმენთ და ეს ხომ ცუდია და რა ეს უკვე აღარ არის, ხო, თავმდაბლობა. აქ არის რაღაც აგრესიული ტონი, რომელიც ხშირად და განსაკუთრებით ასეთ პუბლიკას, რომელიც ახალს უფრთხის და უყვარს ძველი აღიზიანებს, ხო? ანუ ისეთ უნდა მიაწოდეს, უნდა შეიფუთოს ეს ყველაფერი, რომ ვიღაც 100 კაციდან 2 კაცმა მაინც იფიქროს, რომ იქნებ ეს კაცი მართალს ამბობს, იქნებ შეღირდეს მოსმენა. მაგრამ ხშირად შეხვედრია ხოლმე აი საქართველოში, მაგალითად მუსიკის არაპროფესიონალი კრიტიკოსი. აი რა არის არაპროფესიონალი? მაგალითად კარგი მწერალი ან ხელოვნება ცოდნის დაწერილი მუსიკის კრიტიკა.
რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, ეს პირიქით მისასალმებელია, მაგრამ მის მიერ დაწერილი შესრულებს არის რაც მხოლოდ მისასალმებელია, ხშირად მუსიკაზე შეყვარებული ერთ-ერთი მსმენელის შთაბეჭდილებას უფრო წააგავს, ვიდრე ღმა მუსიკალურ და სტილისტიკურ ჰარმონიულ ანალიზს. ანუ კიდევ უბრუნდებით იმას, რომ თქვაც არაერთხელ წამიკითხავს ქართველი მწერლის დაწერილი მუსიკის კრიტიკა, დაუწუნებია, მოუწონებია, ის კარგია, ეს ცუდია, მაგრამ პროფესიონალი კრიტიკოსის დაწერილისგან სწორედ ამით განსხვავდება. ის შეიძლება ძალიან კარგად წერდეს, ლამაზად წერდეს, სატილად წერდეს, სახუმაროდ წერდეს, ის კარგად წერდეს, ანუ რაც მის ოსტატობას შეეფერება და გამოიხატება სწორედ მის ოსტატობაში, ანუ მწერლის ოსტატობაში, მაგრამ ძალიან შორს იყოს მუსიკის ანალიზისგან. მუსიკის ანალიზი უნდა გააკეთოს მუსიკის მცოდნემ და არა უბრალოდ კარგმა მწერალმა. თუ ჩვენ გვინდა მწერლის დღიურის წაკითხვა, ანუ მისი შთაბეჭდილების რომ გაიზიარო მისი შთაბეჭდილება იმ საღამოს იქნება, დილის კონცერტი თუ რაც იქნება, ეს უსხვა რაღაც, ანუ შესაბამისად სახელი უნდა დავარქვათ უკვე თავიდანვე. არის ეს მუსიკის კრიტიკა თუ არის ეს უბრალოდ ვიღაცის შთაბეჭდილება კონცერტის შემდეგ. ძალიან დიდი განსხვავება ამ ორ შეგრის. ეს მგონი რომ ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ეხლა რომ თქვა რომ ბევრი კრიტიკოსი არსებობს, რომელიც ესე კარგად ერკვეოდეს კლასიკურ მუსიკის ეს სტილისტიკაში, ცოდნაში და ასე შემდეგ, ეს ალბათ წლებია საჭირო, ჯერ თვითონ ის განათლება უნდა დავკვირდეს საქართველოში, რომ ეს სტილისტიკა ისწავლებოდეს ისე როგორც საჭიროა. მაგალითად, არსებობს ეგეთი ანუ ყველა კომპოზიტორი წერდა მანუსკრიპტი, რაც ქვია, ხელნაწერი კომპოზიტორის, მოცარტის, ბეთჰოვენის და ასე შემდეგ. მაგალითად, მოცარტის მანუსკრიპტებს რო გადავხედოთ, იქ არც ფორტე წერია ხშირად, არც პიანო, რაც მანამდე ვახსენე, არც ხმის მომატება ან დაკლება და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე-19-ის ბოლოს, მე-20-ის დასაწყისში, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშიც მუსიკოსები თვლიდნენ, რომ მაგალითად ცნობილ პიანისტს უნდა გაეკეთებინა მისი რედაქცია. ანუ უნდა დაეწერა სად უნდა დაიგრას პიანო, სად უნდა დაიგრას ფორტე, სად უნდა იყოს აქცენტი, სად უნდა იყოს 1000 სხვადასხვა ნიუანსი. ანუ საბოლოო ჯამში რას ვიღებდით? არა მოცარტს, არამედ ამ ადამიანის შესრულებულ მოცარტს. და შემდგომში ყველა სწავლობდა ამ გამოცემით, ხო? ანუ ცნობილი პიანისტი, მაგალითად არტურ შნაბელი, რომელიც იყო გენიალური მუსიკოსი, პიანისტი, რომელსაც აქვს გამოცემული ბეთჰოვენის სონატები. როგორ იყო იჯდა არქივში და ამოუბეჭდეს ეს ნოტები, დაიბეჭდა ფურცელზე, ამან მიაწერა, აქ უნდა იყოს ფორტე, აქ უნდა იყოს პიანო, აქ ესე, იმიტომ რომ იქ ბეთჰოვენს ეს არ ეწერა. და ეს თვლიდა რომ და სწორედ თვლიდა რომ აქ თავისუფალი ხარ შენი ინტერპრეტაციის, რა თქმა უნდა თავისუფალი ხარ, მაგრამ რომ შემდგომში აღმოჩნდა რომ იმიტომ კი არ ეწერა რომ დაავიწყდა. არ იყო საჭირო და არ დაწერა. ანუ 70-იანი წლებიდან აი ამ მხარის შესწავლა კლასიკურ მუსიკაში გახდა განუყოფელი ნაწილი, რაც მანამდე ვახსენეთ, ანუ საშემსრულებლო ხელოვნებაში, ხო? და დღეს უკვე იმდენად განვითარდა აი ეს შიშველი მანუსკრიპტის წაკითხვის აღქმა, რომ დღეს კონსერვატორიებში დასავლეთ ევროპის ყველგან პრინციპში პირდაპირ იღებს შენ მოცარტის მანუსკრიპტს, რომელიც უკვე დაბეჭდილია ლამაზად და კარგად და სწორედ აი აქედან სწავლობ და არა ვიღაცის რედაქტირებულ მოცარტს უკრავ შენ. ანუ მასწავლებელს აქვს იმდენი განათლება, რომ მოწაფეს გადასცეს, სტუდენტს გადასცეს ის თუ რა იმალება ამ მანუსკრიპტში, სადაც არ არის მითითებული აქ ფორტე დავგა თუ აქ პიანო, ანუ როგორ უნდა გაირჩეს და რა იგულისხმება, აი ეს ისწავლება. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვიძლია ვიკამათოთ, რომ იქნებ ეს ყველა ცდება მეცნიერი და ჩვენ ვართ თავისუფალი ამ ყველაფერში და შეგვიძლია სადაც გვინდა ფორტე დავგა, სადაც გვინდა პიანო და როგორ ტემპიც გვინდა იმ ტემპში დაუკრათ და მე აქ ვთვლი რომ ესე უნდა იყოს და აქ თუ მუსიკოსი თავისუფალი არ არის და აბა მაშინ რაღა ხელოვნებაა, სწორედ აქ ისევე გამოჩნდება ხოლმე ეს მოსაზრება, რომ
ეს ცოდნა რასაც ეს ადამიანები ასწავლიან და ეს 70-იან წლებიდან დაიწყო ამის განვითარება. ეხლა ფაქტიურად უკვე წესში არის გადასული და ერთი 15 წელიწადში კიდევ უფრო რომანტიზმზე დაფუძნებული შესრულება რაც იყო საბჭოთა კავშირში, გერმანიაში და ასე შემდეგ, ეს ნელ-ნელა ყველა სტილს თავისი სახელი ერქმევა და ყველა შესრულება თანამედროვე მუსიკოს შესწევს იმის უნარი, რომ ეს ყველა სტილი შეისწავლოს და ყველა სტილი განასხვავოს ერთმანეთისგან დაკვრის დროს. და ბევრად უფრო საინტერესო მრავალფეროვანი ხდება ამის შემდეგ შესრულება. რაცაც კრიტიკოსები რა თქმა უნდა არ უნდა ჩამორჩენ ამ განვითარებას, რომ შესაბამისად შეძლონ ამ შესრულების შეფასება. საბოლოო ჯამში კი ყველა ამ პრობლემას გადაწყვეტა ახალგაზრდა თაობის სწორი და თანამედროვე განათლებით არის შესაძლებელი. სხვა ამის შანსი არ არსებობს. მაგალითად, მაღალი დონის მუსიკის სასწავლებელი გამოირჩევა არა მოცარტის დროინდელი სწავლის შენარჩუნებით, არამედ მასზე დაღწნობით ახლის შექმნით. ანუ, მაგალითად, ზალცბურგის მოცარტეუმის უნივერსიტეტი. არ არის იმიტომ ცნობილი, რადგანაც მოცარტი ცხოვრობდა ზალცბურგში და ყველაფერი მოცარტის შოკოლადიც კი მოცარტის არის და ასე შემდეგ, არამედ ყოველ 5-10 წელიწადში არის განახლებული სწავლის სისტემა და გათვლილი არის 30-40 წელიწადზე, რომ რა შედეგს მოიტანს ეს ამა თუ იმ პერიოდში. ანუ სხვანაირად ფიქრობენ ამ ყველაფერზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა და არა ინდივიდებზე, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრი ყავს. მაგალითად, გენიალური პიანისტი 1 2 3 ან გენიალური მევიოლინე 1 2 3 და ეს არის დაუწერელი კანონი, ასევე რომ ეს გენიალური ინდივიდები არ განაპირობებენ საერთო მასის დონეს. როდესაც ჩვენ შემთხვევაში თუ მასიურად მუსიკის შემსრულებელთა დონემ საქართველოში აიწია, მაშინ აი ეს გენიალური ინდივიდების რაოდენობა გაათმაგდება. იმიტომ რომ არის ამის პოტენციალი საქართველოში, არის როგორც ვიყვარს თქვა ვართ ძალიან ნიჭიერი ხალხი, მართლა ვართ ძალიან ნიჭიერი ხალხი, მაგრამ აი ეს განათლების მხარე თუ არ გაძლიერდა, მაშინ დავრჩებით ნიჭიერი ხალხი და მანამდე ვახსენეთ რა იყო მარტო ნიჭი და თქვათ მაგალითად ინსტრუმენტის კარგი ფლობა ხშირად სიველურეშიც გადაიზრდება ხოლმე. ამიტომ ამას განათლება, ცოდნა და ამ სტილისტიკის შესწავლა სჭირდება. აი ეს არის ისი მოყოლაც მინდოდა, ცოტა გადავუხვიე პუბლიკასაც და კრიტიკასაც, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს ყველაფერი თავს იყრის აი ამ საზოგადოებაში, სადაც პუბლიკა, მუსიკა, შემსრულებელი და კრიტიკოსი ერთიანდება და მეტნაკლებად არასდროს ვერასდროს ვერ შევთანხმდებით კარგ და ცუდ შესრულებაზე საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც ჩამოვთვალე ეს სამი კრიტერიუმი მეტნაკლებად გვეხმარება ხოლმე განსაზღვროთ. იყო ეს კარგი თუ არ იყო კარგი. და შესაბამისად პუბლიკისთვის და კრიტიკოსისთვისაც მეტნაკლებად ობიექტური შეფასების კრიტერიუმებია ეს. ანუ ინსტრუმენტის ფლობა, ოსტატობა, ცოდნა, თუ რას უკრავ, რატომ უკრავ, რისთვის დაიწერა, როგორ უნდა დაეკრას და აღშეშნელი, სტილისტიკა, ენა და ამის შემდეგ მოდის ნიჭი. აი ეს არის შეფასების კრიტერიუმები ჩემი აზრით. შეიძლება ვწდები, შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არის მცდარი. რასაც ასე მივესალმებით თქვენ ამ აზრს. და რა ვიცი, ეს მე ესე ვთვლი, რომ ეს უფრო გაგიადვილებთ შეფასების რეზულტატის მიღებას ნაფიქრალის, ანუ როგორ ვიფიქროთ, როგორ მიუძგეთ ამა თუ იმ შესრულებას, ნაწარმოებს და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩემი აზრით
ჩემი გადმოსახედი ამ ყველაფრის მიმართ. თუ შეკითხვები გაქვთ, დიდი მადლობა. Thank you.